მოსამართლეები, რომლებმაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპი მკვეთრად დაარღვიეს, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ამხილეს. თამარ მჭედლიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, დავით კურტანიძე, ლელა მარიდაშვილი, ნანა შამათავა, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი. პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ მოსამართლეებმა პოლიტიკური და მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს. აშკარად შეინიშნება მოსამართლეთა მიკერძოება ბრალდების მხარისადმი, ეს ძალიან კარგად ჩანს სასამართლოს ხდომებზე, ისინი სვამენ კითხვებს, რომლებიც ემსახურება ბრალდების მხარის ინტერესებს, ასევე ისინი ხაზს უსვამენ თვალს ხუჭავენ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ხარვესებზე, მათ უკანონობაზე, მაშინ როცა ასეთი რეაგირება არ აქვს დაცვის მხარის მოპოვებულ მტკიცებულებებთან მიმართებით. ადვოკატები საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს არაერთ დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის მიუთითებენ უკანონო პირად და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ფაქტებზე, დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე. დაკავებულთა ნაწილი დაკავების შემდგომ ძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობს, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საბას ხვიტარიძის, რევაზ კიკნაძის, ნიკა კაციას, ალეკო ელისაშვილის და სხვათა საქმეები. ის გამო, რომ სასამართლო პოლიტიკურ მარცხაჯულებაში არის ჩართული და არ ემსახურება საზოგადოებას და კანონის მოთხოვნებს, იმის გამო, რომ პატიმრები ხშირად საუბრობენ არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე, ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მათ აძალებენ და ისინი ზეწოლის ქვეშ არიან იმისთვის, რომ კონკრეტული ჩვენება მისცენ, თხოვთ პროკურატურას, მოვითხოვთ, რომ შევიდნენ შუამდგომლობით, რომ მათი პატიმრობა, ამ კონკრეტული ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა ყვეთი ღონისძიებით. ექიმი გიორგი ახობაძე, რომელსაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მოსამართლის გადაწყვეტილებას არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არამედ დარწმუნებულია, რომ ის ქართულმა ოცნებამ ლელა მარიდაშვილის ხელით რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დასაჯა. ამბობს, რომ დაკავების მომენტში მარცხენა ჯიბეში ჯერ ნარკოტიკი ჩაუდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს ხესთან, სადაც ოფიციალური ჩხრეკა დაიწყეს. საბოლოოდ მოსამართლემ მაინც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი ადვოკატი ფორმულა საქმის დეტალებზე საუბრობს. დაახლოებით 10-მდე შეიძლება 10-ზე მეტი პოლიციელიც იყო შემთხვევის ადგილას, თუმცა გიორგის სისხლის სამართლის საქმეში ჩანს მხოლოდ 3 პოლიციელი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ერთ-ერთი პოლიციელი გიორგის აკავებდა, მეორე პოლიციელი დაკავებული იყო გიორგის ჩხრეკით, ხოლო მესამე პოლიციელი ოქმის შედგენით და ზუსტად ამის გამო მათ ვერ მოახერხეს, რომ ჩხრეკის პროცესი გადაეღოთ. გიორგი ყვება, როგორც ჩაუდეს მას მარცხენა ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება, რაც საკმაოდ დიდი ოდენობა გამოვიდა და კანონისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობა ითვლება და 8-დან 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ამის გამო. თბილისის საპოლიციო სასამართლომ არ მოგვცა საშუალება, რომ მოსამართლის მიერ, პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე ჩვენი მოსაზრება წარგვედგინა. ამის დრო არ მოგვცა. სანამ ამ მოსაზრებას წაიკითხავ და იქამდე უკვე მიიღო გადაწყვეტილება. გიორგის პოზიცია არის ასეთი, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა ზუსტად იმის გამო, რომ გიორგი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული აქციის პერიოდში, მიმართავდა ხალხს და ასწავლიდა, ასე ვთქვათ, მოქცევას აქციაზე, თავის დაცვას. ლელა მარიდაშვილის სახელი საბას ხვიტარიძის საქმეშიც ფიგურირებს. კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან. უფლებადამცველის ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, დაცვის მხარემ უტყუარი ვიდეო მტკიცებულებები წარადგინა, თუმცა მოსამართლემ ისინი არ გაითვალისწინა და მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თუ ჩავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ყველა შეფარდებული აქვს პატიმრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არის კონკრეტულად სისტემაში, როგორ ერთი არ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომლის პიროვნებამაც, ესე ვთქვათ, ის ფორმალური საფრთხეები, რაც შეიძლება ბრალდების მხარეს წარმოედგინა, განეიტრალა. საბას ხვიტარიძის დაკავება მოხდა არა ქალაქ თბილისში, არამედ ქალაქ ზესტაფონში. როცა გადასვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქა სპეციალურ ავტომობილში პატრულის თანამშრომლებმა, იქ მყოფი ადამიანები ეუბნებოდნენ, რომ როცა მიიყვანდნენ განყოფილებაში, მას გააუპატიურებდნენ. წარმოიდგინეთ. და როცა მიიყვანეს ქალაქ პოლიციის დეპარტამენტში, ჯერ მეხუთე სართულზე სცემეს ნიღბიანმა პირებმა და შემდეგ მერვე სართულზე, იმის გამო, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ აღიარებით ჩვენება მიეღოთ საბას ხვიტარიძესაგან და იმის გამოც, რა თქმა უნდა, რომ მას თითქოს და პოლიციელთან ჰქონდა დაპირისპირება.
რამდენიმე გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო თამარ მჭედლიშვილიც. სწორედ მან გაუშვა წინასწარ ორთვიან პატიმრობაში ანდრო ჭიჭინაძე და ალე კოელისაშვილი, რომელიც ახლა გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია, თუმცა დაკავების აბსურდულობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ელისაშვილის უფლებადამცველი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა დამნაშავე, არამედ პირიქით ალი ბაბაევის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, რაც მოსამართლემ პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე არ გაითვალისწინა. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, რომლის მიხედვითაც ალე კოელისაშვილმა ჩაიდინა დანაშაული პირიქით ალი ბაბაევმა, ქართული ოცნების წევრმა, ჩაიდინა მძიმე დანაშაული მკვლელობით მცდელობა და ალე კოელისაშვილი იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ამ შემთხვევაში სასამართლო და პროკურატურამ დაკარგა აზრი, იმიტომ რომ ისინი არიან პირდაპირ დაკვეთის შემსრულებლები. თამარ მჭედლიშვილი არის მოსამართლე, მას დაეწერა ბევრი საქმე, ალე კოელისაშვილი და მათ შორის სხვა საქმეები, სადაც უსიტყვოდ შეასრულა პროკურატურის და რა თქმა უნდა ის არის ქართული ოცნების ჯიბის სასამართლოს და მურუსიძის კლანის ერთ-ერთი შემსრულებელი. მოსამართლეთა გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, ბრალდების მხარისადმი მიკერძოება და სხდომების საჯაროობის პრინციპის დარღვევა. ეს არის იმ ხარვეზების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა. მესამე სექტორი პროკურატურას მიმართავს, გაუქმდეს პატიმრობა საპროტესტო აქციაზე დაკავებულებისათვის, რადგან ეს ადამიანები არა დამნაშავეები, არამედ რეჟიმის პატიმრები არიან.